ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც გვამურ მასალაზე რაღაც 2 წლის წინ მოხდა, გთხოვეს ახალგაზრდა წყვილს, რომელსაც ჯერ არ ყავდა შვილი, დაიღუპა ავტოავარიაში ბიჭი, იყო ახალი დაღუპული, დაახლოებით გარდაცვლილი იყო რეანიმაციაში, გარდაიცვალა და სიკვდილი დადგა, თქვა, ჩვენ რო გვითხრეთ დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, მოვიდა ეს მეუღლე. არა, არაფერი სენსაციური უნდა იცოდეს მოსახლეობაც, ეს არ არის არაფერი კატასტროფა, ძალიან გთხოვეს. ძალიან კაი რომ მაგას ამბობ. გთხოვა, ხო, და გთხოვა რომ არ ყავდა შვილი, უნდოდა თქვა, უკვე მკვდარი მეუღლისგან შვილი ყოლო და სხვათა შორის დღევანდელი იურიდიული საკითხებთან მიმართებაში მე არ ვიცოდი და დავაზუსტე სამინისტროში რამდენად თქვა შესაძლებელი იყო გვამიდან არ არის გაწერილი კონსიმაში და ავიღე თანხმობა რომ შეიძლება შედეგი როგორია და გარდაცვალებიდან 5 საათი და რაღაც 6 საათამდე იყო გასული და მივიღეთ სპერმა რომელიც ვარგო და განაყოფიერებისთვის. კარგი, ასეთი რაღაც ძალიან საინტერესოა მართლა არ ვიცი და ისეთი ცალკე ადამიანური ისტორიაა მე მგონი საუბარი შეიძლება. ძალიან ესეთ ბევრი კურიოზებიც არის, ძალიან ბევრი საინტერესო საკითხები ამ მიმართებაში. ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელსაც 100 წელი ვიცით რომ შვილი არ ეყოლება, მაგრამ ცოლი ფეხმძიმეთ არის, ნუ ეს საკითხი კურიოზული საკითხია. ყავს ეს საკითხი. იცით კიდევ ასეთი